მოგესალმებით. მოვედი. მოვიცვალ ჟილეტს. ხო და თქვენთან ერთად დავალაგებ შესაკერ ქსოვილებს. თქვენი ნებართვით. ჩავედი დღეს საპარიკმახეროში და ნამდვილად კარგად აქ თავი დაბანილიო მითხრეს დღეს შენი შეღებვა არ შეიძლებაო ესაო რა ქვია დაგიწვალოთ მასო და გაგიღიზიანებ კანსო რა ძალა გადგასო ერთ-ერთ დღე მოიცადეო ცოტა გაგიცხინიანდესო ნუ მოდი ხარ დაბანილიო და მოგხედავო შეგჭრიო და იმას ვიზავ და ამას ვიზავო აჰა ვამზადებ ახლა რას მინდა რომ ცალკე ქსოვილები მოვამზადო იმისათვის რომ მე რაღაცები შევკერო და ეს ქსოვილები ჯერსით უნდა გადავდო გვერდზე და მე აი მაგალითად ეს არის ჯინსი ნახევარი ჯინსია უკვე ზოგან გახეულია ზოგან დავაქავებულია მინდა რომ დავჭრა ანუ ნაჭრები გავაკეთო ქსოვილის ნაჭრები გავაკეთო და რასაც გამოვიყენებ და დანარჩენ გადავაგდო აგერ მეორე ჯინსი კიდე აჰა მივხედოთ მე მიყვარს ჯინსები რაღაცებს რო კერავენ და იქნებ შევკერა. აჰა. ამბერაკ ჩაიცმევს ნეტავინმე? საინტერესო. ნეტავინმე თუ ჩაიცმევს? გითხოთ. ერანგის ჩამცმელები ვინც ამყავს სახლში? გითხოთ და ასეთ რუხია, ეხლა ორი რუხი ჯინსი და რუხი პერანგი. რატომაც არა. რაღაცის კომბინირება შეიძლება. ჩასაცმელს არ გულისხმობ. რაღაცა ის საოჯახო ბალიშები, ფარდები მაქვს შესაკერი, თეთრეული მაქვს მოსაწესრიგებელი. მაქვს მე კარგი თეთრეული, ჭრელი რა თქმა უნდა, თეთრეულს ისე ვამბობ, საერთო დასახელებად. რომელიც სავსებით ყოფნის, მაგრამ კიდევ მაქვს ქსოვილები, რომლითაც გეგმავ რომ შევკერო და შევკერავ მერე, როცა მეწოდინება რამხელა ისინი მაქვს. საბრძოლები, მატრასები და ასე შემდეგ. ეს არის მოკლე კაბა, რომელიც ვიყიდე იმიტომ, რომ კარგი შალია და კარგად გამომადგება ეს მებოთად. ეცეთ ჩემ ტაისიკოს ჰქონდა გაკრული პატარა ბავშვის საჭოლზე, რომელსაც კაკანოს ვეძახდით. მე ვეძახდი ბავშვობაში ჩემს საჭოლს კაკანოს და ტაისიკოს პატარა საჭოლიც კაკანო იყო. ეს არის გენცვალე. ეს კაი რამე. ასე. მაგათ რა გაიცის ფერტმებია. ჯადოქრის ხუთი. იყოს რა იცი იქნებ კარნავალი გამართონ აგარაში და წავიდე. კარნავალი არ ვიცი და იმისი რემონტი დაიწყესო რა ვიცი. კულტურის სახლისო თუ სპორტული დარბაზისო, კულტურის სახლის. ხო და ნახტაბა. სცენა გაადიდესო და დაეტევა მხოლოდ 50 ადამიანიო. სიმართლე რომ გითხრათ რაღაცა მეცოტავა. რა არის 50? ახალგაზრდა უფრო მეტია აგარაში ვიდრე 50, ვინც მან შესვლას მოინდომებს. ესე იგი რა ვერ შევიდნენ თუ რა ეს არის ძველებული თეთრეული ბავშვის ჭიხოლი. ხო და ძველებურია, აი მართლა საბჭოურია და დედაჩემს მეგობარმა მაჩუქა, შენ უკერავო, საკერავი მანქანა გიმუშავებ ცოტა. საქარგავად ვინახავ. ეს არის ბუნებრივი რა ქვია ამას არ ვიცი, მიტკალია თუ ბატისტია თუ რაც არის. ეს ჩემი შორტია, რომელიც ტასიკომ მოღლიჭა, ტასიკომ კი არა, ბუბუსამ და აუცილებლად ასე ვთქვათ დავკევსავ, დავლატკავ, იმიტომ რომ ძალიან კარგად მაცვია მე აი შორტი. მეც ყოველ შემთხვევაში თუ ჩამდეს ახლა არ ვიცი. წარმოდგენა არა მაქვს თუ ჩამდეს. რამდენ ნაწილად უნდა დავახარისხო კაცო ეს,
აი, ასე ვქნათ. ესეც შესაკერია, ოღონდ ეს თეთრეულია. ეს ხელსაქმის არის. ცოტას გავაკეთებ. ეს არის მშვენიერი სუფრა, მაგრამ არის დახეული. მრგვალი სუფრაა და არის დახეული. ახლა და სამაგერად ლამაზი ისინი აქვს, ნახატ რომ მარწყობ და რაღაცები, რომელს შეკერავს ადამიანი. ბუნებრივია ესეც და ეს არის რაღაცა სკანდინავიური სამზარეულოს ჯესეთი აქ აქვს გასაყრელი. აი ამ ადგილი არის, გას შეიძლება გავყარო ჯოხიანესა და ესე უნდა ჩამოკიდო და ამაში ეთყობა რაღაცა უნდა ჩადო. გაზეთი თუ რა ვიცი რა შეიძლება გაჩვენო. ლამაზი რამე კია. რა წერიანეთ კაგებაში არა. ასე. ეს მშვენიერი თევზები. მე ვფიქრობ რომ ამით გამოვა ძალიან ლამაზი სუფრა. თევზი რომ მივირთოთ ზე. ეს თეთრეულისთვის არის. შევკეროთ, როცა იქნება ესეც საქარგავი. ცოტას მოვაწესრიგებ, როგორც გითხარით. ცოტას ეს პატარა ნაჭრები მაქვს და სათამაშოებს რაღაცებს ვკერავს ადამიანი, ადგება. კოპლები, ჩემი საყვარელი. კოპლები არის ჩემი საყვარელი პრინტი, წინწკლუკები. ესეც უჯრუკები. ეს ქსოვილი ვიყიდე. ძალიან მომეწონა ნაჭერი, აი გავგიშდი ისე მომეწონა. თვითონ ყვავილები. შევიკერე იუბკა. და მე რაღაც ისეთ ხელით მქონდა ჩაბლანდული და მანქანამდე ვერ მივაღწია და ამასობაში კი გავსუქდი და არის ეს ქსოვილი. ეს კი მონაჭერია, მაგრამ დიდი ნაჭერიც მაქვს. რუსული ასობგერები აწერია. ლამაზია, ახლა იმიტომ ვაჩვენებ, სარკესავით ვახედებ, ლამაზია. ეს არის ფარდები, რომლითაც სავარაუდოდ მე შევკერავ ისევ თეთრეულს. კიდევ რამდენიმე ჩანთაა და ახლა ეს ნაჭერი რაში უნდა გამოვიყენო, რა არის ეს? ფარდად. ნახო მიყვარს ის ფერი. თხილფარდად არ წავანეტა ჩემო თახში. როდემდე უნდა მქონდეს ის ქაღალდი გაკრული მინებს. მინებზე მაქვს თეთრი ქაღალდი გაკრული. არა, სავარაუდოდ ეს იმისთვის საფარდად ძალიან პატარა მეტრ-ნახევარი აქვს განი, ანუ აი ერთი ხელიდან მეორე ხელამდე ჩემი არის მეტრ-ნახევარი. და სიგრძე აქვს სიგრძეც მეტრ-ნახევარია, ანუ 3 მეტრია, მეტრ-ნახევარი 3 მეტრზე. ვიცი, ვნახოთ, აბა შეიძლება გამოვიდა. შეიძლება. მოვილაპარაკეთ ოჯახმა, რომ რაღაცა ნელ-ნელა შეკეთება უნდა დავიწყოთ რაღაცეების და უნდა დავიწყოთ ჩვენი საძინებლიდან. მოსაწესრიგებელი რაც არის, უნდა მოვაწესრიგოთ რა. მერე უნდა გადავიდეთ სველ წერტილებზე. ჩემო თახში ხა ბევრი არაფერი არ არის საფიქრალი. რაღაც ერთი კუთხე არის გასაშპაკლი, შესაღებია და ჭაღია გამოსაცვლელი. ასევე ჩამოსაკიდებელია კონდიციონერი და მორჩა, მეტი არაფერი. მერე გადავდივართ უკვე სველ წერტილებზე. სავარაუდოდ მინდა რომ გამოვცვალო ნიჟარა და უნიტაზი, მაგრამ რას არჩიო ამ ნიჟარასო? ნიჟარის ფეხი მომიტანა დღეს ჩემო მეგობარმა.
აჰა შენ ნიჟარავო, იგივე უნდა იყიდო და რა აზრი აქვს, კარგად გახეხეო ეს ფეხიცო, ხო და მივამაგროთო. დღეს მოახერხა ისე რომ ნიჟარაში სააბაზანოში უკვე მოდის ჩემთან როგორც ცხელი წყალი, ასევე ცივი წყალი. აქამდე მოდიოდა მხოლოდ ცხელი. და მეგონი ჯობდა რომ მხოლოდ ცივი ყოფილიყო, იმიტომ რომ მოუშვებდი 2 წუთში უკვე ხელს ვეღარ შეყოფდი, მოდიოდა დუღარი. უნიტას რაც შეეხება, აუცილებლად გამოვცვლი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაღაც ისეთი ნაკლი არ აქვს. და გადავწყვიტეთ, რომ სამზარეულოში გავიტანოთ სარეცხის მანქანა. და გავაკეთოთ, ანუ ის სააბაზანოს ოთახი, ესეთი პლასტიკის გასაწევ-გამოსაწევი კარით გაიტიხროს, რომ ზედწყალი არ დადიოდეს სარეცხის მანქანაზე ბანაობისას და იზოლირებული იყოს, ანუ პირსაბანთან თუ გინდა შესვლა, ფეხების ჭყაპუნით არ შედიხარ და სიბინძური არ გაგაგზ და არ გამოგაგზ. უფრო მეტად შევინარჩუნებ სისუფთავეს, მაგას გულისხმობ. სისველე რომ გაგაგ და გამოგაგ ძალიან ძნელი არა და შხაპს იღებ და როგორც არ უნდა მოწმინდო, სისველე მაინც რჩება. მერე უნდა მოვაწესრიგოთ სავარაუდოდ სამზარეულო, რომელშიც იმდენი რამეა გასაკეთებელი. მთლიანად უნდა გამოვცვალო მთელი სამზარეულო. აუცილებლად მთლიანად უნდა გამოვცვალო, არ მომწონს ის კარადები, აი ძალიან არ მომწონს. არც განლაგება, არც ფერი, არც არაფერი. პლუს კიდე მოპირდაპირე მხარეს მეორე კედელზე, მოპირდაპირე კედელზე მინდა რომ დავამატო. კარადები არ მეტევა, ისი დატევაც მინდა და ეგ ალბათ ესეთი ძალიან სამომავლოა, იმიტომ რომ მაგას უკვე ეს თანხა უნდა დაახვედროს ადამიანმა. თუმცა იმ სამზარეულოს რაც ახლა სიამოვნებით გავყიდი. იქნებ ვინმე სჭირდებოდა შესაფერის ფასად გავყიდი. სასწავლო ფას, ახლის ფასს არ დავაგებ. იმ გასქურასაც მივაყოლებ და იმ ნიჟარასაც. ესეც ქსოვილია და არის პრინცესული და ბრჭყიალა. ამეთიც რაც ხარუცხებს შევკერა. ასე რომ უახლოეს მომავალში უნდა შევესიოთ შემოთახს. ამ ქსოვილს არც მეტი და არც ნაკლები თურმე ქვია ორგანზა. ორგანზა. იყოს ასე, რაც არ უნდა იყოს, იყოს. უკეთესი, უფრო ლამაზი ფერის ორგანზა. ეს არის ჩემი ბენეტონის პიჯაკი. ერთ დროს კარგად მქონდა, მაგრამ ისევ გავიდა უკვე თავისი დრო და ყავლი, მე რა რომ ბენეტონია. ამასაც ჭრაკერვაში ვუშვებ, იმიტომ რომ ძალიან კარგი და ძვირფასი იტალიური შალია. ჯიბეში რამე ხო არა მაქვს, საინტერესო. არა. ჯიბეში აფე საინტერესო არა მაქვს. აჰა. მაისური. ვინ არის ესა? AC/DC-ის მაისურია. ყველას პატარა გვაქვს ეს მაისური და რა ზომაა და ემი. ჩემ მეგობარს უყვარს და საკმაოდ გამხდარია. იქნება AC/DC ჩავახუტო. გადავდოთ გვერდზე. აი მეგობარს დღეს რო ის მომიტანა. ნიჟარის ფეხი რა სასაცილო ბიჭია. სახლში ხარ? კი, მოთხოვს სახლში. ხო და მოვდივარო ახლაო და გამიღეო. გაუღებ ხედავ უჭირავს ხელში ეს კერამიკის ლანგარი. ბევრი რო არ მივირთვა. ცუცნაობ მოხალულ თხილს. ხო და სიამოვნებს თან სასარგებლო. ვცდილობ რომ ნაკლები მივირთვა. დაშხოშიანად. ყოველ ჯერზე რამდენი მომჟივდება, ისე არ ავჭამ მამა პაპურად არ ვსადილობ. ხო და ვარჯიშით ვარჯიშობ, ყოველ დღე ვარჯიშობ და ვცდილობ რომ 2-3 დღეში ერთხელ 5-5 წუთი მოვამატო. რასაც ვივარჯიში. აბა აბრადა. ეს არის ბიაზი. საკმაოდ დიდი. კარგად ამაქვს ეს ბიაზი გარეცხილი და კარგად გავაშრე მზეზე. მიყვარს მე ბიაზი.
ასე ეძახდა ბავშვობაში ბლეზი, ვერაფრით ვერ დაიმახსოვრა ბიაზი და ეძახდა ბლეზი. კვლავ ორგანზა, რომელიც არ მიცდია, მე ჩემ მანქანას მიაქვს, არ მიაქვს. ასე. აბატონო. ლორჯიც მქონია. ესეც რომელი პერიოდიდან არის, ერთ დროს მე და დედას გვქონდა კოსტიუმების გაქერავება. არ თუ ისე პოპულარული, მაგრამ მქონდა კოსტიუმების გაქერავება. ეს მაშინ იყო, როდესაც მე სკოლებში შეკვეთით ვდგამდი წარმოდგენებს და ზეიმებს. ესეთი ფოე სკოლები მაგაში ფულს იხდიან. ზოგადად პედაგოგი დგამს. სააღდგომოთ უნდა ჩამოვკიდოს ლამაზი კვერცხი და წიწილები. ამას დავანებებ თავს. შევინახავ ფარდად და სააღდგომო პირეულში ჩამოვკიდებ ხოლმე. რა ვიცი, შევხედავ. სულ ახალთახალია. შევხედავ, იქნებ რამის, იქნებ სულ რა შეიძლებოდეს, რომ შეიგეროს. დავდოთ. ესეც რაც ხანაჭერია. ერთხელ მე და დედამ ვიყიდეთ ჩვენ მეგობარ ქალბატონთან ერთად 600 კილოგრამის საოჯახო მეორად. უზარმაზარი ფუთა. ახლობლებში გავყიდეთ, რას გავყიდეთ. ახლობლებს კიდე თავისი ახლობლები მოყავდათ და აი ეს ქვედაბოლო. დედა ჩემ ამით როა ძალიან გული ამაზე, რომ ძალიან უბრალო ნაჭერიაო. მე კიდე სახე მომეწონა ამ ნამდვილს, როც არ არის უბრალო შტაპელია, რამსიგანია, კაცო, რა ამბავი. როდის გავიკეთე ეს, რამდენი კილო ვიყავ. გლეხი გოგო სათამაშოს შევკერავდა. გლეხი გოგო სათამაშოს ჩავაცმე ვამჭრელ კაფას. მე არ ვიცი თქვენთვის ნაჩვენები მაქვს თუ არა ეს არის ფარდა, რომელიც აგარაკზე ჩემი შვილის ოთახში, ქვიშხეთში ჩემი შვილის ოთახში ეკიდა და ქვიშხეთში ჩემი ბიძაშვილის შვილებმა, ბავშვებმა, ახლა უკვე არ არიან ბავშვები, თავისი თავი დაარქვეს აი ამ თაგვებს. ეს იყო თეონა, ეს იყო ნუცო, ეს იყო არ მახსოვს ვინ იყო. თეონა იყო მე მგონი. ხო, თეონა, ნუცო, მარიკო, გიგი, იმიტომ რომ სუხეზე იყო ხოლმე. დათუნა უნდა იყოს აქ სადღაც. დათუნა კიკნაძე. აი, დათუნა კიკნაძე აგერ არის. ეს ნახდათ ნუცო იყო. ძალიან სასაცილო. ჩვენა ვართო ეს, ჩვენ. ხო და ძალიან მიყვარს ეს ფარს და გახუნდა. ჩამოხსენდა წამოვიღე რომ გავხდე. ასე. ესიც ასე. ერთი ფუთა გადავა მას ვქენი. მე რო ვიყავი ალბათ მეოთხე მეხუთე კლასში დედაჩემს ჰქონდა ესეთი ტყავის ჩანთა და ისეთი კარგი ხარისხის ტყავია. შევინახე ეს ნაჭერი, რა ვიცი, იქნება რაღაცაში დამჭირდეს რა, არ ვიცი. ასე. ტასიკოს მამა კერავდა ხოლმე სტუდენტობის დროს ასეთი კარგი ტყავებისგან ძალიან კარგ დანის ჩასადებებს. საერთოდ ტასიკოს მამა კერავს ძალიან კარგად. კერავს კი არა, ქსოვს. ახლა სასწაული უარესი ვთქვი, ქსოვს. ხატავს ძალიან კარგად ხატავს. ხო? ხატვის ნიჭი ტასიკოს მხოლოდ ჩემი ოჯახიდან არა აქვს როგორც ჩანს. აბატონო, ახლა გადავამბობთ ესენი იქით და კიდევ ერთი ჩანთა დავახარისხოთ, კიდევ. წინ წავიგდოთ საქმე, თორე ვერადავერ მივაღწიე იქამდე.
კიდე ერთი ჩანთა, სადაც უფრო მეტი თეთრეულის ქსოვილია. ამიტომ თეთრეული, როგორც გითხარით, ჯერ ადრეა. აი ამ ქსოვილს აქვს ჯინსის ფაქტურა. სახე აქვს ჯინსივით და შეიძლება რაღაცაში გამოიყენოს ადამიანმა. ამითი საკმაოდ დიდი ნაჭერია ეს ლეიბის და მატრასებს რო ვიყიდი, მატრასის გადასაკრავებს შევკერა. აი ეს არის სპეციალურად ვიყიდე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რომ ვერ ჩავეტეოდით ვერც ერთი, ტუვე იანსონის პერსონაჟებია, მიკრო ისინი ეს მუმეტროლები და ამ გოგოს რა ქვია არ ვიცი. აი ამას. მუმეტროლჩიკები. ეხა აი ამას ისე დავჭრი მე, რომ აი ოთხკუთხედი ნაჭრები იყოს, რომ მივხვდე რისი გაკეთება შეიძლება. ეს ბუზებისგან დამცავი ბადე საპატარძო. ამისი ქვედაბოლოც მქონდა და საწავე რამე და მე მგონი ვიღაცას ვაჩუქი. აღარ მახსოვს. კვლავ ბლეზი. კვლავ ორგანზა, კვლავ თეთრეულის ნაჭერი. აბა ნახოთ ლალა. ეს ქუჩხეთის უნივერმაგში ვიყიდეთ მე და დედამ. დედი ნაჭერი იყიდა და რაღაცებს გადააკრა, რა ვიცი მე. საბნებით რაღაც ბალიშებით რაღაცად განაახლა. ჩემო შვილმა მაიკა ჯერ იყიდა მე მოისროლა. რაში გამოვიყენოთ? იატაკს მოვწმენდა ერთხელ და გადავაგდებ. თქვენ რა სიტყვით? სარაფნი ლამაზი ყვაილებითა კიდევ თეთრეულის ქსოვილი. აქ უკვე გამზადებული საბავშვო ისინია ქსოვილები. პუდელი. პუდელია აქა, პუდელი ესეთი იყო რუხი, ჩემი ნამდვილი პუდელი იყო ჩემი ბუკა. ბუბუკი არა, ბუბუმდე რომ მყავდა. სანამ დასიკო დაიბადებოდა, მანამდე მყავდა ბუკა. ესეც ძალიან ლამაზი ფარდა, რომელსაც ახატია მთელი ფოცხები, სოკოები, მცენარეები და მთელი ბაღჩა, ბაღი და ბიომეურნეობა. ესეც საბავშვოა რაღაცა და აუცილებლად გამოყენებული იქნება. ეს ტასიკოს ბავშვის ეტლში კალასკაში ჩასაფენი იყო. ესეც რაცა საბავშვო ქსოვილებია. რა კაი, ახლა უცებ მივასუხარე ორი ისა. რა მშვენიერი ჩაისტილოა, კაცო. მე მეგონა ეს რაღაცა დავკარგეთ, აგერ არ ყოფილა. გავრეცხოთ სამზარეულოში წავიხოთ. ესეც ქსოვილი, ესეც ქსოვილი, ესეც ქსოვილი. იატაკის სტილო ვიპოვე, როგორ გამეხარდა? ზოლიან ბანანებს დღეს თამაში უნდა. ზოლიან ბანანებს დღეს ერთი სული აქვთ. იყო ასეთი. ზოლიან ბანანები. რუსთავი ორს. ეს მშვენი ვრათა, მიქარგული, სხვა შორის ესეც სააღდგომო თემატიკა. ნაქარგები, ბაჭიები ეტლით მიაგორებენ კვერცხს. ეს უკვე მზად არის, ამას აღარაფერი აღარ უნდა. აპა. და ვიპოვე სულ ახალი იატაკის სტილო. გაუმარჯოს. როგორ გამახარდა?
იატაკის ტილო არასოდეს არ არის ზედმეტი. სულ ცინცხალია თან. ცინცხალი. ამ ჩანთაში ჩავალაგოთ ლოგინის სათეთრეული ქსოვილები. ძალიან ძნელია. არ ვწუწულებ, ხო უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვახდენ. ძალიან ძნელია, როცა არ აქვს შესაძლებელი თარო, კარადა და ნიშა და რა ვიცი მე ყველაფერი მუდმივად ირევა და თავდაყირად გება. შესაკერებს კი ამაში ჩავალაგებ. ყოფტად თუ ლამაზე. სტეპლერის ჭიკარტი ვიპოვა. ეგრევე ვერ ვიპოვეთ ის შუშის ნატეხი, ეგრევე ვერ ვიპოვეთ ეს. რომი ადგა გუშინ არ იყო, ეგ იყო წუხელის, ტასიკო. გადახეხა ყველაფერი არა, გახეხა. ამ წუთას მე ჰაერღუმელი მაქვს იმისი. დენის. აი გადახეხა და გადააბრდღვიალა. ოფოუთირა. ძაფრი ქიმიის სუნია დღეს სახლში, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გამოვწმინდა შიგნიდან ჯამის შევდგი, ჩავრთე ჯამის შევდგი წყლით, სოდით და ვანილით და იმის შემდეგ პატარა კექსიც გამოვაცხე და არავითარი თვითონ იმას არავითარი სუნი არ აქვს. ძალიან კაია ყოლიფერი. მოგერეთ სუფთა და გაკრიალებულია. მიხარია. დედაჩემს მოსწონს ძალიან ეგ ჰაერღუმელი რა კარგია უიჯახის, მაგრამ კი არ იცის, რომ ის ჯობია რომელიც თვითონ აქვს. ხო და მე ახალს რო ვიყიდი, მაგას ვაჩუქებ ერთი და მერე მითხრას, კაი თუ ცუცი. ჩავალაგებ ახლა ამას და დღეს ნაჭრების ლაგებას მოურჩი, თუმცა კიდე ერთი-ორი ისა გვაქვს. ერთი-ორი ჩანთა გვაქვს გადასახი. ესეც სათეთრეულში გავუშვათ. ადარი. ვარდება. ხოხოლა ვარდება სამი. თქვენ
თქვენც გიყვართ ხო ის უბანი სადაც მე დავდივარ ძალიან საყვარელი უბანია კი თბილისის უბნებს გულისხმობ ტონიკიო ხელებზე აი ესე წაისვიო არ ვიცოდი მადლობა ეგრე ვიქմ სარკეც რო არა მაქვს სააბაზანოში არა მაქვს სარკეს სად დავდგე სად ვიწუწაო მაგით აბა მითხარით მაგას მიხედა ეს ხო ფარდა მზა ისინი მზა ფარდა ასე მორგანზა ქსოვილებით კერავდით რაღაცა კოსტუმებს, ჯადოქარს, მადოქარს, ზოგს მეორადებში ყიდულობდით, გადავაკეთებდით, გადმოვაკეთებდით და მე ვდგავდით სპექტაკლებს და ვერ დაგპირდებით, მაგრამ სადღაც შეიძლება მქონდეს ისინიც, რა ქვია. ჩანაწერებიც და გაჩვენებთ სპექტაკლებს. ნაწყვეტებს მაინც გაჩვენებთ. ეს იგი რაღაცა ჩხლიტავს 2 დღეა. თურმე ამ იმას რა ქვია, ეს ჟილეტი არის ნამდვილი ბუმბული, ეს ბუმბული გამოდის თურმე და მერჭობა გვერდში და ხო შევწუხდი და ვიყურები რამე მიკბინა რა არის, რა იყო ამ ერთმა ბუმბულმა 2 დღეა ტვინ წამიღო. მაიმუნი ეს. თანამდებობისთვის შეუფერებელი. კიდე კაი ამას შევხედე მე ქვედა ჩასაცმელს, ქვედა მაისურს უყურებდი, რაღაცა ხო არა აქვს შერჭობილი ხო. ასეთ ქსოვილებს თურმე აქ აწერია თავისი სახელები და შეგიძლიაო დაგუგლო და ნახო მაწარმოებელიო, შემადგენლობაო, ფასიო, ზოგიო ვინტაჟურიაო, ზოგიო ექსკლუზიური არისო და სერიულად არ გამოდიოდაო და ხალხი ამასო ეძებსო და ყიდულობსო. ეს მე ინტერნეტში მაქვს მოსმენილი იმ ბლოგერებთან, რომლებიც აი ესეთ ძველ ნივთებს თავისი ღირებულებით სწავლობენ და ყიდიან და ამით ცხოვრობენ და მაინტერესებს ხოლმე, რომ მე არასდროს არ აი მაგალითად ფლორიდაო აწერია რაღაცა. ბევრი რამე აწერია, აი. ნომრებიც აქვს, შეიძლება ხوار დავგუგლო, გავამდიდრდე. აი ასე. დღეს ვნახე ინტერნეტში და დავიმატე მეგობრებში. იოგას ცენტრი აქვს გახსნილი, არა საქართველოში, სადღაცა ინგლისურენოვან ქვეყანაში, გახსნილი აქვს იოგას ცენტრი, ძალიან ბევრი ლეკვი ყავთ და აი იქ ხდება რელაქსი და ვარჯიში და გულის გადაყოლება და გაჯამრთელება, აი ამ იმასთან ბუმბულად სუგებთან მოფერებით და იმით ჩახუტებით. აი მე რომ უყურე მე დავისვენი ეს დუქთუქაც ისინი ბუთბუთა ფუმფულა პატარა ლეკვიშები რო დარბოდნენ და ვიღაცას ის მოტაცეს წინდა გამოყვანძული, ვიღაცას წყლის ბოთლი და იყვნენ ერთ ცელქობაში და ეფერებოდა ხალხი და გადავირია და ვიფიქრე რომ უშრაკაია ეგეთში ან მეც ვივლიდი და ან გავხსნით სიამოვნებით. დიდი სიამოვნებით ლეკვების მოსაფერებლად. შეიძლება რასთან მოიფიქრებს ადამიანებმა. შევიტანოთ ახლა ეს შემოკარქებო. ჩათვალეთ რომ ძალიან მომეხმარეთ. იმიტომ რომ თქვენთან ერთად მოწყენის გარეშე გავაკეთე ეს საქმის თითქმის ნახევარი. აბა, ყოჩახ.
აქვე დავინახე და ვარაღა ვიფიქრე ვაჩვენებ მე. ამას წინათ რომ გითხარით, იმედიელმა მომწერა ესა ნივთიერი საჩუქარი უნდა მოგიტანოთო რომ ითხრეს. ჩემო კარგებო. ყუთს დავანებებ თავს ასეთ ყუთში დო. ასეთი ლამაზი ყუთით მომიტანეს, ეს ლამაზა ვარდისფრად შეღებილი, შებანტული, ჩაიგურიელი შავი. ის რა კარგი სურნელია. ხო და ჯერ არც გამისინჯო. ამაში ჩაის ჩავყრე ხო. და აი ლამაზი სუპერის მაკნატუნიანი ძალიან ლამაზი ჭიქა. მე არ ვიცი უკავშირი როგორ უნდა განვახორციელო იმედიელთან. სად უნდა დავრეკო და სად უნდა მივწერო და მადლობა როგორ გადავხადო, ამიტომ აქ ვუხდი ძალიან დიდ მადლობას სადაზღვევო კომპანია იმედიელს, რომელიც მე მართლა ძალიან კარგად მადგება ჯანმრთელობის დაზღვევაში. და თუ კი რომელიმე თანამშრომელი მიყურებთ, იცოდეთ რომ ამ კომპანიის ძალიან მადლობელი ვარ.